ბავშვობა სკოლაში შემოწმების დამარცხებული. ახლა ისტორიის გაკვეთილზე შევა. მას ძალიან კარგად ვიცნობ. ყოველთვის ერთსა და იმავე კითხვებს სვამს. კითხვების რიგიც არასოდეს არ იცვლება. კითხვები ძალიან მარტივია. აუცილებლად უნდა იცოდე. მაგალითად, შვილო შენ რა მას? მე ხო, შენ. რომი ვინ დაწყა? არ დამიწვია. შვილო, კითხე, რომი ვინ დაწყები? გეუბნები დირექტორო, მე არ დამიწვია. რას ამბობს ეს? ამაზე თქვენს არ ამბობს დირექტორო, თუ ამბობს რომ მე არ დამიწვია, ესე იგი რამაც არ დაუცავს. გაჩვენეთ, დაიძებეთ ახლა ისინი. აბა თქვით, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ვინ იყო? ზვიად გამსახურდია. ზვიად გამსახურდია. საქართველოს დამოუკიდებლობა როდის გამოცხადდა? 1918 წელს. 1918 წელს. სამშობლო ჩვენთვის რა არის? დედა. გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ვინ იყო? ბაგრატ მესამე. ბაგრატ მესამე. რომი ვინ დაწვა? იმპერატორი ნერონი. იმპერატორი ნერონი. ხო, ახლა გაიმეორე. ზვიად გამსახურდია. 1918. დედა. ბაგრატ მესამე, იმპერატორი ნერონი. ზვიად გამსახურდია. 1918. დედა. ბაგრატ მესამე, იმპერატორი ნერონი. ძალიან კარგი. კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა. გამარჯობათ. დასხედეთ. ჯერმე თქვენდება თორ კითხვას ასო ბავშვს. რა თქმა უნდა, კითხეთ. შენ, მე. რა? ზვიად გამსახურდია. რა ქვია მე? ზვიად გამსახურდია მეთქი. სახელი რა არის შენი რა? ბაგრატ მესამე. რამდენი წელს? 1918. შენ რამდენი წელს? 1918. რომი ვინ და? დედა. ვინა შენ? ბაგრატ მესამე. საქართველოს სამოუკიდებლობა როდის გამოცხადდა? იმპერატორი ნერონი. დირექტორო! ეს ბავშვები რა სწავლობენ? არაფერი არ იციან. როგორ არა ბატონო, ყველაფერი იციან. აბა ბავშვო, რომი ვინ დაწვა? იმპერატორი ნერონი. მას წელა რა თქოს ხანაი? იმიტომ რომ რიგი შეგვეშალა ბატონო. მონიციება გრძელდება ძალიან ლამაზი ემოციური სიმღერით, სიჯაბუკე. ეს სიმღერა გაგახსენებთ იმ დაუწყალ პერიოდს, რომელსაც ახალგაზრდობა ქვია. მოვისმინოთ და ერთად შევგრძნოთ სიჯაბუკის სითბოს, სილამაზე და ის ემოცია, რომელიც იმ წლების კიდევ უფრო განსაკუთრებული ხდის. Stay
სცენას კიდევ ერთხელ უთმობ აზერბაიჯანულ ცეკვას. დღეს ჩვენ მემშვიდობებით სკოლას. მაგრამ ამავე დროს აქ არიან ისინი, ვინც ახლა იწვევენ გაჩუმდი ბიჭო, გაჩუმდი ჩანაწერებს ვაკეთებ რა არის.